თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში ამჟამად მიმდინარეობს იდენტიფიცირების, დოკუმენტირებისა და აღდგენის ქართული პროექტი, რომელიც ეხება საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამარხების მოკვლევას, მოძიებას. საბოლოო მიზანს ამ პროექტისას წარმოადგენს აღნიშნული ნეშთების იდენტიფიცირება და იდენტიფიცირების შემთხვევაში მათი ოჯახებისთვის გადაცემა ღირსეული დაკრძალვის მიზნით. ეს პროექტი დაიწყო 2021 წელს პროფესორ ნიკოლას ჰერმანის ხელმძღვანელობით. 2021 წლიდან მოხდა 11 მოხალისე დოქტორანტის ჩამოყვანა. მათთან ერთად ჩვენ გავხსენით სამარხი ხელვაჩაუში, ეგრეთ წოდებული მეხუთე სამარხი. ზუსტად ასეთი კოლაბორაციული მიდგომით ჩვენ მივახციეთ იმ შედეგს, რომ დღეისობით 6 პირია იდენტიფიცირებული, რომელთაგან 3 უკვე ოჯახებს გადაეცა და მათ შეძლეს ღირსეული დაკრძალვა თავიანთი წინაპრების. თვითონ ეს პროცესი ეხმარება ამ დარგის სასამართლო ანთროპოლოგიის განვითარებას საქართველოში. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აი ზუსტად მათთან გვერდ მუშაობით ხდება ის, რომ ჩვენი სტანდარტები, ანუ სამუშაო პროტოკოლი და ის მეთოდოლოგია არის თანხვედრაში აბსოლუტურად საერთაშორისო სტანდარტებთან. On the remains from the first 4 graves, and so we are attempting to work through the material that's been mixed, commingled, and try to reconstruct individuals as best we can from those early excavations and hopefully lead to identifications of those individuals. So we're working with both the individual graves that were recovered, about roughly 120 individuals, and there may be as many as 20 commingled remains that we need to resolve as best we can.